და ხან რომ გამორჩოთ ეს ხმოვანი შეიძლება. გარემო ძალიან ცუდია. არაერთფეროვანი სხვადასხვანაირად არის. სხვადასხვა უფლებებით სარგებლობენ და სხვადასხვა მდგომარეობით კანდიდატები, პარტიებიც ასევე მე პარტიული არ გახლავართ, მაგრამ კანდიდატი ვარ პარტიიდან წარდგენილი. თავიდანვე კანონში ჩადებულია ის, რომ მხოლოდ გამორჩეულმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ თუ არ არის დაფინანსება ძალიან რთულია არჩევნების ჩატარება, მაგრამ მე გუშინ ვთქვი, რომ რა ვქნა რეკლამა არ გვაქვს, თანხა უნდა მაგას, არ გვაქვს ეს ბილბორდები, რომელიც მოფენილია მთელს თბილისში და მთელ საქართველოში, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა დახარჯული. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ მე რომ მქონდეს ამის უფლება ამ თანხის დახარჯვის, არ დავხარჯავდი ამ თანხას. უფრო სხვა მნიშვნელოვან საქმეზე საქართველოში გამოვიყენებდი იგივე თბილისში, იგივე მთელ საქართველოში, ვიდრე ამ პორტრეტები, რომლებიც მეორე დღეს უკვე გადასაყრელი იქნება სანაგვეზე და დასაწველი და დაწვავენ და დახევენ, რა ვიცი რა უზავენ. მაგას ჯობია რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჩატარდეს და აირჩიოს ხალხმა ტელევიზიით გამოვდივართ, ვსაუბრობთ. შორის ტელევიზია ძალიან კარგად აჩენს ადამიანებს, წარმოაჩენს ადამიანის ბუნებასაც, თუ კარგად დაუკვირდება მაყურებელის, ძალიან კარგად მიხვდება რომ ვინ არის, ვინ რა არის, ვინ რას ამბობს. და დაპირება ეს არის რაღაც ჩემთვის ძალიან ცუდი სიტყვა დაპირება. ცუდი კი არა, მიუღებელი სიტყვა დაპირება. გპირდები, იგი არ გაგიკეთებ და შეიძლება ვერ გავაკეთო. მე რასაც ვამბობ, იმას გავაკეთებ. მე არ ვპირდები. მე გავაკეთებ. მე მინდა რომ გავაკეთო და მე რაც მინდა იმას ვაკეთებ. მე აი ასმა ტყაბლაძე. ჩემი მთელი ცხოვრების წესით და მთელი ჩემი მონაცემებით ესეთი პიროვნებაა. მე ვამბობ რომ ამას გავაკეთებ და ამას ვაკეთებ. მე კი არ ვპირდები მსმენელს. მე არ ვპირდები პენსიონერებს. მე გავაკეთებ იმას რომ მოემატოთ მათ პენსია. როგორ გავაკეთებ? ეს არის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, პარლამენტის. მე შევალ წინადადებით და თუ არ გააკეთებენ ამას, მე მოვაწყობ ძალიან ძლიერ აქციას მათ პარლამენტთან, აი ამასთან დაკავშირებით. ეს იქნება სამარცხვინო, გააკეთებენ ისინი. აუცილებლად მიიღებენ ჩემ წინადადებას. ასევე ყველა სხვა წინადადება, რაც უნდა პარლამენტმა დაამტკიცოს და არა მარტო ჩემს განკარგულება, ჩემს ხელთ არ იქნება შესაძლებელი, ამას ყველაფერს გავაკეთებინებ აუცილებლად. მე ამას გავაკეთებ. მე ამას ვპირდები უნდა შეზღუდულებს ამ ჯგუფების მიხედვით რო არის ინვალიდები, რომლებიც იღებენ მესამე ჯგუფის ინვალიდი იღებს რაღაც 50 რა ძალიან მცირე თანხას, მეორე ჯგუფი ცოტა მეც და პირველი ჯგუფი ცოტა იმაზე მეც და ასე შემდეგ. პენსიაც უნდა იყოს ის რაოდენობა მინიმუმი უნდა იყოს აი ეს მესამე ჯგუფის, რომ იმან იარსებოს აუცილებლად. აუცილებელი კონდეს მას, აუცილებლად კონდეს პური, შაქარი, წყალი, კარაკი, სადილი, ხორცი ხანდისხან ყველიც, აი ეს ყველაფერი რო კონდეს, აუცილებლად, აი ეს უნდა იყოს ჩადებული ამ თანხის განსაზღვრა. როდესაც მიდის მომატება ფასების და როგორი ზრდა არის ფასების და პენსია იგივე რჩება, დახმარება იგივე რჩება, როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რომ ის შეძლებს ამის ყველაფრის გაუძღვეს ამას და არ დარჩეს მშიერი, არ ჩაძვრეს სანაგვე ყუთში. ჩემთვის ძალიან ძიმია, თქვენ ახალგაზრდები ხართ ბავშვებო და თქვენ უკვე მოესწარით ამას და ამას ხედავთ, როგორ არის გადაყუდებული ნაგვის ყუთში ადამიანები. მე ეს არ მინახავს ჩემს ახალგაზრდობაში და ჩემს ბავშვობაში. ეს არასოდეს არ ყოფილა, რომ ნაგავში ვინმეს ეს იყო დიდი სამარცხვინო ამბავი, რომ ვინმეს ნაგავში ჩაეყოს ხე. აი ამიტომ ეს უნდა მოხდეს ამ პატარა მცირე საქართველოში, ამ ულამაზეს და ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში არ იყოს ის, რომ ადამიანი ბავშვი დადიოდეს მშიერი, ადამიანი დადიოდეს მშიერი და ის ნაგვის ყუთში იყოს ჩაყუდებული. ბავშვი მოდის გეუნება დეიდა მშია დამეხმარე. ერთ ბავშვს დაეხმარები 10, ყველას ხო ვერ დავეხმარები პირადად მე. ამიტომ მე მინდა გავხდე ქალაქის მერი, მქონდეს უფლება რომ მე ეს გავაკეთო, დავეხმარო ამ ბავშვებს, კი არ დავპირდე, არამედ გავაკეთო. მე გპირდებით ყველა იძახის, მე არ გპირდებით, მე ვამბობ რომ მე ამას გავაკეთებ. აი ეს არის ჩემი პირდაპირ ჩემი სიტყვა. კიდე რამე შეკითხვა თუ გაქვს, მითხარით?
$2000, $3000, სხვადასხვა დიახ, ერთი ბილბო, სხვადასხვა დიდი თანხა უჯდებათ. ნუ ზოგიერთ ბევრმა სხვათა შორის ეს გააკეთეს. ძალიან ბევრია ნარმანია ოცნების ბილბორდები და პლაკატები და ნუ რაღაცა, ეს იცით როგორ არის, იყო ესეთი გამოთქმა, რომ ხიზილალა ხო ძალიან გემრიელი და ძალიან ძვირფასი პროდუქტია, მაგრამ ძალიან ბევრი რო დაგიდონ ხიზილალა, შეგზიზღდება და შეგძულდება. არ შეიძლება ამის ასეთი გაკი. ცოტა იცით რა მომაბეზრებელი, მეტის მეტი, რეტის რეტი ამბობდნენ ჩვენი წინაპრები და სწორადაც ამბობდნენ. ეს არის ძალიან ზედმეტი. სადაც გავიხედა, ყველა კუთხიდან მიყურებს ნარმანია. ყველა იმიდან ბილბორდიდან მიყურებს ნარმანია. იგება შესანიშნავი პიროვნება, მაგრამ შეიძლება ბოლოს და ბოლოს ვინ არის ლოურენს ოლივია, პიტერ ოტულია, ვინ არის რომ ესე გამოჩენილად იყოს ყველგან და სახში კარები რო გავიღე ვიფიქრე აქაც ხوار დამხდება პლაკატი ნარმანიასი ან მელიასი ან კიდევ ლორდ კიფანიძის და ეხლა დაემატა ამათ ალიანსიც ძალიან კარგად ბევრი ისენი აქვს ბილბორდები ჩვენი ბრად აქვს და თან ისიც რა მე დამასახელა აპრილში ბატონმა შავლომ საერთოდ არ მიფიქრია ადრე რომ მე ამას ვერ მოვინდომებდი მარტო ამას ისევ კიმფონა სუმის სურვილი რომ ღმერთო ნეტა ამის შესაძლებლობა მომწესო აი ეს გავაჩერო რომ ჩეხავენ ამ ხესროჭრიან რა შესანიშნავ 100 წლიან და 50 წლიან ხელ ნეტა შემეძლოს აი აქ ასფალტი დავაგო ნეტა ბევრი რაღაცა გამიკეთებია იცით აი როდესაც არჩევნებია ხოლმე ყოველთვის მივდივარ მთავრობასთან და მეუბნები გააკეთეთ აქ ასფალტი თორე მოგიწყობთ აქცია და ამის უნარი მაქვს თქვენ აღარ გახსოვთ არ გახსოვთ აი კითხეთ უფროსებთან ისეთი აქცია მაქვს მოწყობილი თბილისში პირადად მე დავიწყე მე და მთელი თბილისი რო გადაიკეთა დენთან დაკავშირებით როდესაც ადამიანს უჭირს როდესაც ადამიანს ხელისუფლება იმას არ უკეთებს რაც მისთვის აუცილებელია იქ ძალიან ადვილია რომ ის ადამიანი მიუყვანო თავრობას და უთხრა რომ შენ არ ვარგიხარ ამას ვერ აკეთებ და უნდა გააკეთო ეს მე გამიკეთებია ტარიფების შემიჩერებია ტარიფების გაზდა მარეგულირებელში ვიდექით და უხსნიდით და ვაჩერებდით იმას იგივე საკეთებ და უბრალოდ მე ვაკეთებდი იგივეს რასაც ბატონი შალვა ყოველთვის ცდილობდა რომ ტარიფები შეეჩერებინა ფასი არ მოემატებინათ ფიქსირებულ გადასახადებს დავაწესებ აუცილებლად მცირე მეწარმეებზე ძალიან ძიმე მდგომარეობა აქვს მეწარმეებს ძალიან თუ მცირე მეწარმეებს და მცირე ბიზნესს და საშუალო ბიზნესს ხელივე არ შეუწყეთ ხელისუფლებამ და მერიამაც და მუნიციპალიტეტმა ხელი არ შეუწყო ეკონომიკას ვერ განავითარებენ სამუშაო ადგილებს ვერ იშოვნის ვერავინ ვერ დასაქმდება ხალხი ეს აუცილებელია ამიტომ იქ გადასახადები ისეთი უნდა იყოს რომ არ დაიხჩოს ის მცირე მეწარმე არ დაიხჩოს ფიქსირებული უნდა გაკეთდეს აუცილებელია ეს გადასახადები რომელსაც ვიხდით თქვენც იხდით თქვენი ხელფასი ყველა ხო ვიხდით ეს სად მიდის ბიუჯეტში სად ხმარდება ვის ხმარდება ეს ბიუჯეტი ეს 54 მილიონი ქონია დაფინანსება CSGO წელიწადში 54 მილიონი ბატონო სასაცილო და სამარცხვინო ამბავია ეს ჩემი აზრით როდესაც მე გიყვებით ამას რომ ხალხი ნაგავშია ჩაყუდებული ვიღაცას აქვს არჩევნებისთვის და ფოკუსებისთვის და გაყალბებისთვის 54 მილიონი რო გააყალბონ არჩევნები რა არის ეს ანის დიდი ხელფასი როგორ უნდა სინდისით როგორ უნდა მიიღო დიდი ხელფასი როდესაც 100 ლარსაც ვერ აძლევს სოციალურად დაუცველს დახმარებას 100 ლარი ხო ეს არის ძალიან მინიმუმი რომ ისე იცით რა არის მე წინააღმდეგი ვარ სიმართლე გითხრათ ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში უნდა იყოს ეს სასადილოები სადაც 1-2 შევედი და შემწყვა რასაც ისინი მიირთმევენ საწოდავი ჩვენი ხალხი რომელსაც ძალიან უჭირთ იმათ უნდა მისცე როგორც უცხოეთში არის დახმარება ადამიანი რომელიც არ მუშაობს არ არის დასაქმებული ან არ შეუძლია ის უნდა იყოს სახელმწიფოსგან უზრუნო ჩვენ იმიტომ ვიხდით იმ გადასახადს ვისაც არ გჭირდება დახმარება სახელმწიფოსი ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმით რომ შიერმა არიაროს შეიძლება მე დღეს არ მინდა სუფი ვჭამო და მინდა მარტო ყველი ვჭამო ხო უნდა მქონდეს განსაზღვრული რაღაცა თანხა რომელსაც მე თვითონ ვიცი რა გავაკეთო ამიტომ მე უფრო მიმაჩნია გადავიხადოთ სახელმწიფომ ყველას მისცეს დახმარება ამ გაჭირებულ ადამიანებს
სასწრაფოდ ასაშენებელია თბილისის გარეუბნებში მუნიციპალური სახელმწიფოს ბინები, საიდანაც გაიცემა საუწყებო ბინა, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილები. სხვადასხვა მიზეზების გამო ისეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოს, ზოგი დევნილია, ზოგი პირიქით ადგილზევე გახდა დევნილი, იმიტომ რომ სახლი წაართვეს, ზოგს იპოთეკამ წაართვა, ზოგს ბანკმა წაართვა და სახლიდან გახდა ეზოში დევნილი. არ დაჭირდა სხვა მანძილის გავლა, იქვე გახდა ადამიანი დევნილი და გაუბედურებული. ნუ დევნილი სხვა სიტყვა, რა თქმა უნდა, მაგრამ უსახკაროდ დარჩენილ ადამიანებს აუცილებლად უნდა ავაშენოთ და გავცეთ კიდევ კერძო პირები, რომლებიც აშენებენ კომერციისთვის კორპუსებს, იმათგან 10% უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს უსახკარობის დასაკმაყოფილებლად. აი ეს არის ჩემი თეზი. რა გნებავთ კიდე მითხარით? ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები მაქვს ჩემს პროგრამაში. ძალიან ბევრმა მომბაძა, მაგრამ ეს არ აუშავს. არ ვამბობ ამაზე იმას, რომ რატომ მინდა რომ თბილისში სილამაზისთვის აღდგეს ტრამვაი, იყოს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სადაც იქნება თითო კაბინა უნარშეზღუდულებისთვის, როგორც არის უცხოეთში. ყველა კიბესთან უნარშეზღუდულებისთვის იყოს სპეციალური ასასვლელები გაკეთდეს. ეს არ არის რთული სხვათა შორის, ძალიან ნიოლია. გათბობა მინდა იყოს, აი ვთქვათ, ერთ დიდ კორპუსში, ან რამოდენიმე კორპუსში, ერთ საერთო გათბობა. ეს არ არის ძალიან ძნელი. ეს არ არის რთული საკითხი, იმიტომ რომ ერთმანეთს ხალხი, აი პირველი სართული, ბოლო სართულზე ვინ ცხოვრობს, ადრე ბოლო სართული ითვლებოდა აერისთვის შესანიშნავ სართულად. ეხლა ყველაზე ბინძურია ბოლო სართული, იმიტომ რომ ყველა ქვედა სართული მას გამონაბობს, გაზის გამონაბობს, რომლებსაც კარმა აგზობს რაღაცა, უბოლავზე პირდაპირ ემასთან შედის პანჯარაში და ის არის ყველაზე დაბინძურებული. ამიტომ უნდა გაკეთდეს აუცილებლად ნელ-ნელა ეტაპობრივად. გუშინ ესეთი ინტრიგანული შეკითხვა მომცეს მეორე არხზე, რომ აბა როგორ აპირებთ ყველაფრის ამის რამდენ ხანში გააკეთებთ, რასაც ამბობთ. რამდენ ხანში გავაკეთებთ თუ მას თამაშო, საბავშვო სათამაშო დავალაგებ სახლებს და ვიტყვი, აი ავაშენე, ესე კი არ გავაკეთებ. ამას დრო უნდა ამას და ეს ის დრო კი არ იქნება, რომ თქვა დავჯდები და ერთი წელი ვიფიქრებ, ერთი წელი ვილაპარაკებ და ამასობაში დამთავრდება მეერობით და წავალ სახლში. არა ბატონო, პირველივე დღეს იმას რასაც ვამბობ, რასაც გავაკეთებ და რისი გაკეთებაც მინდა, იმ 800 მილიონს გადავხედავ, გადავანაწილებ და რომელიც ძალიან კარგად შემიძლია, მე ბიზნესმენიც ვარ, იცით ალბათ, მაქვს ბიზნესიც, გარდა იმისა, რომ მსახიობი ვარ, მოქმედი მსახიობიც გახლავარ და მოქმედი ბიზნესმენიც გახლავარ. მოქმედი მეგობარიც გახლავარ და მოქმედი მოქალაქეც გახლავარ, მოქმედი ბებიაც ვარ და მოქმედი დედაც ვარ. ისე რომ მე ეს ყველაფერი შემიძლია, მაქვს ამის ენერგია, ამისი უნარი მაქვს შესანიშნავი, მაქვს შესანიშნავი გემოვნება, ჩემი გაკეთებული და ჩემი გემოვნები, ჩემი დიზაინით გაკეთებული ბარი შეგიძლია ნახოთ ქიაჩელის ქუჩაზე და მიხვდებით როგორი კარგი გემოვნები და როგორი ხალბატონიც გახლავარ, ბატონო? ხო, ასე გავალამაზებ თბილისს. რეიტინგებს ეხლა ვეგეთყვი, დამასახელა თუ არა ბატონმა შალვამ, 2 დღის მერე გამოაცხადეს, რომ 2%. 2 დღეში თუ 2% ავიღე ქალაქში, ეს რას ნიშნავს? აბა მიემატეთ, რამდენი 2 დღე და რამდენი 2%, ბატონო? არ ვიცი, NDI-ის გამოკვლევა იყო და 4%-ო ლეიბორისტებს და 2% მერობის კანდიდატს. ცოტა ეს შეუთანხმებელია, რომ არ არსებობს ლეიბორისტებისგან წარდგენილი მერობის კანდიდატზე ლეიბორისტმა რომელიმე თქვას უარი. მე ეჭვმეყარებ. ჩემი კოლეგები, ეხლა როგორი მდგომარეობა ჩემი კოლეგებში. მე ჩემს კოლეგებს სიმართლე გითხრათ, მე ესეთი პიროვნება. უცხოს, აი თქვენ გითხავთ, ხო მიჭერთ ხარს. ხო არ ვიცი მე თქვენი გვარი და სახელი. მე გითხავთ, ბატონო? ხო. ამიტომ მე შევიდე თქვენ გითხო და გირჩიოთ რომ დამეჭიროთ ხარი, მაგრამ ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემ მეგობრად ითვლება, რომელსაც ჩემგან სიკეთე აქვს მიღებული ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მე ჩემი კოლეგების დაცვისთვის თეატრის გარეთ დავჭი. ეს სხვას არ გაუკეთებია სხვათა შორის. ზოგიერთმა მათგანმა ხელმოწერები გააკეთა საწინააღმდეგოდ მეგობრების და კოლეგების და მე პირიქით დავიცავი სასამართლო პროცესები მოვიგე 9 პროცესი ჩემი კოლეგების დასვაში. შეუჩერებლად ვიცი, როცა დავი ბიზნესში ავიღებ რაღაცას ეს უნდა გავაკეთო, მე იმას ბოლომდე მიმყავს ის საქმე და ვაკეთებ. 2 წელიწადი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. მებრძოდა ხელისუფლება, მოქალაქეთა კავშირი,
ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად, ჩემი ხელმძღვანელები პირდაპირ მეგობრები იყვნენ შევარდნაძის და მოქალაქეთა კავშირის. ყველა მოსავალ. რაც გარდაცვლილი ადამიანი, ხო, აღარ ლაპარაკობენ გარდაცვლილზე, სხვაებიც იყვნენ ჩარეული მარტო, მაგრამ და ვიბრძოლე ბოლომდე და ჩემი სიმართლე დავამტკიცე, ეს იყო პრინციპის საკითხი. მე ვარ პრინციპული ადამიანი. პრინციპული ადამიანი, მე ვიცი რა არის კარგი, რა არის ცუდი. ყოველთვის ვცდილობ რომ კარგისკენ წავიდე და არა ცუდისკენ არასოდეს არ წავიდე. ეს არის ჩემი ბუნება. იცოდეს ხალხმა, როგორც ჩემი კოლეგები დავიცავე, როგორც ჩემი კოლეგებისთვის ვიბრძოლე და მე წაგაკითხებ წერილს გუშინ წინ მივაბარეთ სამარეს ერთ-ერთი ქალბატონი, ჩემი კოლეგა, პროფესორი, ცნობილი მსახიობი, ჯერ ქუთაისის თეატრის, მერე მარჯანიშვილის თეატრის თამილ ლასხიშვილი, რომელმაც დაწერა ერთი კვირით ადრე, თითქოს გამომეთხოვა, წერილი დაწერა, მომწერა მე წერილი. და იმ წერილში წერია მისი აი ამ ხეთქილი რაღაცა სიტყვები, როგორ და შემაფასა აი ამ ჩემი მეგობრული თვისებების გამო. მარტო მეგობრობა არა, იცით და მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ხარ. გითხრათ ვინ იყო ჩემი მეგობრები? სესილია თაღაიშვილი, ვერიგო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, ზურაბ ლაპერაძე, ტარიელ საყვარელიძე, იკოტე მახარაძე, ლია კაპანაძე და ძალიან გია ფერაძე, ელისო გუდიაშვილი და ეს ცნობილ ჩემ კოლეგებს გეუბნები. ჩემი რამოდენიმე კოლეგა ჩემთან ერთად მობრძანდა თავისი სურვილით, მე გითხარით რომ არასოდეს ადამიანს არ შერასწარ ვით უმეტეს კოლეგას, მეგობარს მე არ ვეტყვი, მიჭერ ფასტუა. რაც არ უნდა უთხრა მე იმას და რაც არ უნდა მითხრას, ის რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს ურნასთან. ეს არ შეიძლება რომ ახლობელს, მეზობელსაც არ ვეუბნები რასაპირებ. არც გამოვსულ არ მეზობლებთან და არ მithქვამს, აი მე კეჭი, იმას შესანიშნავად იცის მე ვინა ვარ. თუ ის არის ბოღმა ადამიანი და შეშურდა ის რომ მე უნდა თქვათ ქალაქის მერი გავხდე, ეს საშურებელი არ არის. ეს არის დასაფასებელი სხვათა შორის, რომ ისეთ თავსატეხს ვიღებ ჩემ თავზე, რომ ამხელა ქალაქს მოუარო და გააკეთო სიკეთე ბევრი. დიდი თავსატეხი ამბავია, მაგრამ მე ამას შევებრძოლ, მე ამას შევერკინები. არ ვიკითხები მე იმას. უცხოს ვე, თქვენ ყველას კითხავთ. დამიჭერთ თუ არა მხარსაი ჩემი საუბრის მერე, ჩემი ურთიერთობის მერე. იმან არ კითხავ. ისინი ღებულობენ დახმარებას და კარგ დახმარებას ბატონი ბიძინასგან. ნუ ამ ბატონო? არც არასოდეს მიმედია. მე არ მიჭირს სამაგისტროს და არც თვითონ გამოუთქვავს არავის ამის სურვილი. მართლი არა, მე სხვისთვის მithოვნია. სხვა ჩემი კოლეგები, აც გარდაცვლილი მედიკო ბიბილეიშვილისთვის გავგზავნე ტელეგრამები და ვთხოვე რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ძალიან კარგი მსახიობი და მძიმე სენით იყო დაავადებული და გაუკეთეს იმას. მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ადვილად არ გაუკეთებიათ. დიდი ტელეგრამები ვგზავნე და დიდი ტელეფონი გავიგე და ტელეფონებით რეიგვა და ცოტა მუხარაც მქონდა იმისი რომ თუ არ გააკეთებ მე ამას გავახმაურებ თქვა. ცოტა ეგეთი ქალი ვარ, იცით, რომ რაღაცას არ გააკეთებს ვიღაცა სწორად, მე იმასთან ვერ ჩერდები. ხელი შაქნება არ ვიცი. რას ქვია გააკეთებ? თუ საჭიროა და თუ შეგიძლია უნდა გააკეთო. კი გაუკეთე. მე მათ არ ვეკითხები ჩემს კოლეგებს არაფერს. ისინი ურნასთან რომ მივლენ, სინდისთან როგორი სიმართლეც ეკნებათ, ისე მოიქცევიან. ეს თვითონ იცი რას გააკეთებენ. იცით რა აუცილებლად თუ ეს იქნება გაყალბება და ამას ადვილი გასაგებია და ძალიან დიდი ის მიდის ამისთვის რომ აპირებენ გააკეთოთ, აბა არ დაუშვებთ სხვა გაიყაროთ. ეს სიტყვა რას ნიშნავს? ხო ყველა ხვდებით თქვენ. რას ქვია დაუშვებთ? პატარა ბავშვები ვართ, მე ჩემ ბარბარეს არ ვეუბნები, 2 წლის ბარბარეს არ დაუშვებ ამას. დედიკო, ბებიკო, აბა ესე ქონა და აბა ჩემით ველაპარაკები და როგორ შეიძლება ამის არ დაუშვებ? არ ვიცი, ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომ დაემართა. უცბად ძალიან ბევრი დიდი მასში მოექცა ახლა უცბად პირველი პირი, საიდან სადაო სკარაბლიანა პაულუსები ამბობენ. ხო და ეს თუ დაემართა და ამიტომ ეს შეცდომებიც ემართება, არ ვიცი, ნუ დაემართება და ამიტომ საჭირო არ არის ესეთი ახალგაზრდა იყოს უცბად ქვეყნის ხელმძღვანელი. ცოტა რაღაცა უნდა გქონდეს ეს გზა გავლილი, რაღაცა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. მარტო ფონდის უფროსი იყო თუ კიდევ რაღაცა შეუძლია მას ახლა ენდობა ივანიშვილმა, რომ ჩვენ უნდა ვკითხოს ხალხს.
იცით რა ეს არის ილია ჭავჭავაძის ქვეყანა. ეს არის ვაჟა ფშაველას ქვეყანა. ეს არის თქვენი ქვეყანა, ჩემი ქვეყანა. ეს არის ჩემი წინაპრის ქვეყანა, რომელმაც სისხლით, ბრძოლით მოიტანა აქამდე ეს. მარტო ისინი კი არ ყავდნენ ჩამშვებები და ისე საქართველოში შადიმანები. კარგი ადამიანები ბევრი იყვნენ. აკაკი წერეთლის ქვეყანა. გალაქტიონის ქვეყანა, ხალხო, რა უფლება აქვს ვიღაცამ ესეთი განცხადებები აკეთოს, რომ მე როგორც მინდა ისე იქნება. მე სახში არ ვამბობ, ჩემს სახში სადაც მე ვარ თავად ჩემს სახში, ხო? მე როგორც მინდა ისეთ სადის გავაკეთებ, მე ვეკითხები რა გინდათ, რას უფრო მიიწევ. მე როგორც მინდა ისე იქნება, არა, მე ჩემს შულს ვეკითხებოდი სულ, დედიკო მოგწონს რასაც მე ვაკეთებ. აი ესე უნდა გააკეთო, უნდა შეეკითხო იმას. უნდა იყო კარგი დიასახლისი ოჯახში, ძალიან კარგი დიასახლისი ვარ და ასეთივე კარგი დიასახლისი ვიქნები ქალაქ თბილისში. მე თბილისელებს ვურჩევ. დამიჭირო მხარი, არ წააგებენ. პირველივე დღიდან, პირველივე კვირიდან, პირველივე თვიდან ნახავენ, რომ მე მართლა დავიწყებ თბილისისთვის ყველაფერს ასიკეთო საქმე. და თუ ეს ყველაფერი ვერ გავაკეთე, ვერ შევძელი და ვერ მივხედე, მე სკამში არ გავიჭედები. არც ისე გავსუქდები, რომ ვეღარ ავდგე და არც ის ძალაც მეყოფა, რომ ავდგე და თქვა, მოდის გიხდით, ამის გამო, იმის გამო ეს ვერ გავაკეთე, შესაძლებელი არ იყო, შეუძლებელი ყოფილა რაღაცა და ვიცემერები ხო იქნება და ისინი გამიძოლებენ ალბათ. ისეთივე პრეტენზია აქვს ყველას, რომ ყველა შეძლებს თბილისის მოვლა პატრონობად. მე კიდე მგონია, რომ ქალი უფრო საინტერესოა. თან იცით რა არის? დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, იმ ქალს რა ბიოგრაფია აქვს გავლილი. მე ხო არ ვყოფილა არასოდეს თანამდებობის პირი, კორუფციასთან არასოდეს არც ახლოსაც არ ყოფილა და არც სულვილი მქონდა და არც მე შემეძლო ყოფილიყავი რა თქმა უნდა. თანამდებობაც მიმეღო, თუ ამას მოვინდომებდი. ადამიანი თუ მოინდომებს, მე მიზან დასახული ქალბატონი გახლავარ. და ეს მიზანი ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა, რომ თანამდებობის პირი ყოფილიყავი. ჩემი მიზანი იყო მსახიობობა. ვიყავი თეატრში მსახიობი, მაგრამ როდესაც დაიჭაგრა ნახევარი დასი თეატრის 35 კაცი, მე ხმამაღლა ავდექი და გამოვაცხადე დიდი პროტესტი და მითხრეს, შენ ხარ ურჩი და ამის გულისთვის შენს მიბრძანი მაგათთან ერთად. ურჩი ვარ, ურჩი უსინდისობაში ვარ და ძალიან მობიერი ვარ სიკეთეში. ძალიან დამთმობი ვარ. მე ჩემს სამსახურში ორი ბარი მაქვს. ჯერ ვერც ერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გეტყვით, რომ რომელიმე დღის ხელფასი მათ არ მიეღოთ. არ ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ისინი რაიმეში და თუ რომც არ იყოს თქვა შემოსავალი, მე არ მithქვამს, რომ დღეს ფული არ არის და ზეგან მაზეგ მოვცემ. მე ყოველთვის ყველაფერი მათთვის მიმიცია, იმიტომ რომ ესე ადამიანი რომ მოდის, შრომობს, იმას უნდა გადაუხადო თავისი გასამრჩეველი. რა შეკითხება გაქვს? ხო. იცით რა შემეკითხა? აი, რამდენ ხანში გააკეთებთ ამას ყველა? ესე იგი, რამდენ რამეს პირდე ვამბობ, ხო? როგორ შეიძლება ამისი დრო ვთქვა, რომ ამას ყველაფერს გავაკეთებ 1 წელიწადში? როგორ გავაკეთო? მე ტყუილებს არ ვლაპარაკობ. მე არ ვლაპარაკობ ტყუილს. 4 წლის ვადა ხო მაქვს? 4 წელი ხო არის მე? 4 წელის მანძილზე გავაკეთებ ამას ყველაფერს. მაგრამ იმას უკვე ტონში ინტონაცია შეეტყვი, ისეთ კაი შეკითხებს მაძლევენ. ისეთ კარგად მესაუბრებია ყველგან, სადაც გამოვდიარე, იმას უკვე შეეტყო, რომ ვიღაცა ჩემი კონკურენტის ახლობელი იყო და რეკავდა სპეციალურად. გუშინ მეორე აქცევდა. დიახ. არა, თქვენებმა კი არ გააკეთეს. და თქვენებმა კი არ მომწეს ესეთი შეკითხვა. არა, დარეკა ვიღაცამ ზარი. არა, პირიქით არაჩვეულებრივი ხარ, არა, ჩემო კარგო. არაჩვეულებრივად შემხდენ. სით მოდი მიცნობენ ისინი, როგორ მე არ მიცნობ, ეგოთ მე თუ არ მიცნობ, აბა ვის იცნობენ. ნარმანიას არ იცნობდნენ და გააცნეს ყველა თავის პლაკატები და მე მიცნობენ. მე თვითონ ვარ რეკლამა, გენაცვალე, ხო ვარ რეკლამა მე თვითონ. პატარა 3 წლის ბავშვები მიცნობენ და ეხლა ნარმანიას ვამხელა ის ბილბორდები ჭირდება, მე არ მჭირდება. ყოველ გამოჩენაზე ყველა მიცის ვინა ვარ მე. მართალი ვარ თუ არა? ხო არ ტყუი ამას. მე არ ტყუი არასოდეს. ვამბობ სიმართლეს. პირიქით, ვიღაცამ დარეკა, ვიღაცის კანდიდა, არა, ჩემო კარგო, ისეთი კარგად შემხდერო, ისეთი ლამაზად, დარწმუნებული ვარ, ყველა ხმას მომცემს ჩემი უშინდელი გადაცემის მერე.
აბსოლუტურად და ყველა ჟურნალისტი, მე ჯერ ერთი ჟურნალისტი არ შემხვედრია, რომელიც მე მელაპარაკებოდეს ან ინტრიგით, ან რაღაცაც უნდათ, ყველა არაჩვეულებრივი ღიმილი და სიმპათიით არიან. ვერც ერთ ჟურნალისტს ვერ დავემდურები, ვერც ერთ არხზე. პირიქით ყველას მიმართ მაქვს სიმპათია. არა, როგორ არა? TV3-მა საერთოდ იგნორირება გააკეთა, ვითომ არ ვარსებობთ? არ არსებობს, იცით, მე ასმათ ყაბლაძე ვარ, ვიქნებ და ვიღარ. ბატონო? არაფერში არ მიგვიწვია, საერთოდ არაფერი. ერთი-ორჯერ მოვიდნენ, ვითომ გადამიღეს რაღაცა, მე ისიც არ გაუშვეს. მაესტრომაც ცოტა ესე დაიწყო რაღაცა, მაგრამ მე დაურეკე და უთხარი, რატომ მიღებთ თუ არ უნდა აჩვენოთ? მე არა ვარ ის ხალი, რომელიც იცით რა, გაჩუმდება და ხმას ვერ ამოიღებს. ყველას თავის პასუხს გავცემ ამ ქვეყანაზე. მე მართალი ხალი ვარ, აბსოლუტურად ღირსეული ადამიანი ვარ. ღირსეულად ვიცოცხლებ მთელი ჩემი ცხოვრება, ღირსეულად გავატარე, არავისთვის არაფერი არ წამიწმებია, არ დამიშებ. კაცი ვერ ადგება და ვერ იტყვის, რომ მე იმის ვალი მაქვს. ვალი როგორ არ ამიღია, კრედიტიც ამიღე, მაგრამ ყველაფერი გამისტუმრებია. თავის დროზე ადრე, ვიდრე რომ მე ისე სესხულობ თუ მინდა ვისესხო, რომ ისეთ ვადას ვეუბნები, რომ იმის ნახევარში რომ ვიცი მოვასწრებ, რომ არ შევწყვე, არა ვარ შერცხვენილი არავისთან. ვერც ერთი ადამიანი ვერ მოვადა, ხო თუ ინტრიგანია და თუ მამაზაღლია, პასუხს მიიღებს და დამტკიცოს ვინმე, თუ მე რამე არასწორად გამიკეთებია. ამიტომ ამირჩია შალვამ, ისის ჩემი ცხოვრება და ბიოგრაფია, ჩანს ადამიანი ვინ არის და ვინ რა არის. შემეკითხენ რომ ხომ არ გაწუხებს მთავრობა ბიზნესში. მაქსიმალურად სწორად ვაკეთებ ყველაფერს. რომ არ მოვიდეს ვიღაცამ თითი არ დამეკრეს, მე თითს ვერავის ვერ დავაქმნევინე. ვინც არ უნდა იყოს ის დროებით მოსულია სადღაც იმაში რაღაც თანამდებობაზე და იმან მე თითი დამიქნევ და მეორე დღეს მე ისე ვისეთი ასმათი ვიქნები როგორც ახლა ვარ და ის იქნება უმუშევარი როდესაც გაისტუმრებს ახალი მთავრობა ცეროთიც ვერ დავაქმნევინებ ჩემს როდესაც ეს რატო გააკეთებ ეს გამორიცხულია არავის სხვება თავის ისიც რა სხვებსაც კითხეთ ვინ სად მუშაობდა ვინ რას აკეთებდა ვინ ისი ცხოვრობდა, ვინ იყო თანამდებობაზე, ვინ რა დააშავა. აბა იკითხეთ ის შესახებ. მე ჩემს შესახებ ამას ვერ ნახავთ. თანამდებობის პირი არ ყოფ პირიქით ვარ დამცველი ადამიანის უფლებებს. ამიტომ არასამთავრობოდ ჩამოვაყალიბე, რომ ადამიანის უფლებები დამეცვა. და ვიცავ კიდევაც. ყველა სასამართლო პროცესზე დავდიოდი. გინდაც მოლაშვილის პროცესზე, გინდაც მისხლავ მაინტერესებდა. დასაცავი იყო, ვიცავდი კიდევაც იმათ. აი ესეთი ხალბატონი გახლავართ და მე მგონია რომ უნდა დამიჭიროს ხარი ხალხი. იმიტომ რომ ეგეთი ადამიანები ჭირდება ქვეყანას. ეხლა სად ვისთანია და როგორ სად იქნება? პირველი ძალიან სასიამოვნო